იხაში ეს წავიდა ლიმონი დღე და გამე იქნები რატო იქნები ეს ჯადუკი არის სავსე ცოტა კოზი ნახევარიც რო გამოვიდე არ არის პრობლემა ეს ყველაფერი აქ არის ეს წყალია გამარჯობა მეგობრებო ასაკი არ აქვს მნიშვნელობა გინდა 80 წლის ხარ 60 40 30 25 ნებისმიერ ასაკში დღე და ღამე წონის დაკლების რეჟიმში თუ გინდა რომ იყო ეს ვიდეო თქვენთვისა თუ გინდა სხეულის ფორმის შეცვლა წონის დაკლება ნებისმიერ ასაკში 3-4 ინგრედიენტით დღეს გავაკეთებთ ეგეთი სითხე მეგობრებო დღეში ორჯერ უნდა დალიო საწმელის წინ იმის დალევის მერე თქვენ იქნები 24 საათი ხო არის ჯოგი ადამიანი ვარჯიშობს წონაში იკლება ჭამს ისევ ესე იმატება არა მეგობრებო ამ სითხის დალევის მერე თქვენ იქნები დღე და ღამე წონის დაკლების რეჟიმში ანუ როცა ღამე დაიძინებ მაშინას წონაში დაიკლებ დილით ადგები არ ჭირდება ვარჯიში სპეციალურად ეს სითხე არის ეგეთი ადამიანებისთვის რომელიც ვერ ვარჯიშობს ვინც ვარჯიშობს ისედაც წონაში იკლება მაგრამ ერთი შემთხვევა არის რომ ეს სითხე თუ გინდა გამოიყენო მაშინ დღეში ამ სითხის მერე რა საწმელი უნდა ჭამო ეგეც მთავარია თუ თქვენ ჭამეთ ეს საწმელი რომელიც დღეს გეტყვი აგერ გამზადებულია მთელი რეჟიმი ჭამის და ეს ერთი სითხე 15 დღე თუ დალიე მეგობრებო შეიცვლება თქვენი სხეულის ფორმა სარკის წინ რო ადგები სარკე გეტყვი არ ჭირდება მაგას რომ წონაში ის აწონოთ ან გააზომოთ არა თქვენ რო დადგები სარკის წინ სარკე გეტყვი წონა არის დაკლებული მაგრად არა მარტო წონა ჯანმრთელობისთვის კარგია ადამიანი ინსულინის რეზისტენტობა ადამიანი პრიდიაბეტი და დიაბეტი ვისაც აჩუქებს მეგობრებო სუხანი ადამიანი ანუ სუხანი თუ ხარ ჩათვალე ინსულინის რეზისტენტობა გაქვს რომელიც მომავალში გადადის დიაბეტზე დღეშვე დაიწყეთ ამ სითხის დალევა საწმელის ნახევარი საათი წინ და მე ჭამთ საწმელი მაგრამ მე გეტყვი საწმელიც რა უნდა ჭამო თქვენ გასინჯეთ 15 დღე ჯოგი ადამიანმა შეიძლება 4 კილო დაუკლოთ 5 კილო დაუკლოთ 2-3 არა აქვს მნიშვნელობა მაგრამ 100%-ით გეუნები წონაში დაიკლებით მეგობრებო მოდი დავიწყოთ ეს სითხე რა ინგრედიენტი ჭირდება ყურადღებად მოსმინე რომ მე კითხვები ნაკლებად გავიწყებთ გეტყვი საწმელი რა უნდა ჭამო ამ სითხის დალევის მერე საუზმე რომელიც დაახლოებით 12 საათ ამ დილით 5-6-7 საათი რო არის არიჭმება ცადე რომ 12 საათი იყო შუადღისით პირველი საწმელი რო ჭამოთ ეს დალიე სითხე საწმელში რა უნდა ჭამო პროტეინისთვის აუცილებლად კვერცხი ზოგს 2 ზოგს 3 ზოგს 4 თუ შეგიძლია არ აქვს პრობლემა გულიანად ჭამეთ ცხიმისთვის იგებს დაახლოებით ნახევარი ავოკადო გეძვირება დაანებე მაშინ ერთი კოზი ძეთუნის ძეთი ან დაასხი ძევით ან პირდაპირ ჩაკლაპე ეს არის თქვენი საუზმე თუ კვერცხი არ გიყვარს ნებისმიერი ქორცი ღამე დატოვილი შეიძლება გამეჭამე და კიდე დარჩა მაცივარში ეს ხორცი თუ ქორცი ჭამს იმ შემთხვევაში მაშინ დაახლოებით 100 გრამი ბოსტნეულის სალათა შერეული აუცილებლად უნდა მიიღოთ იმიტომ ის პროტეინი რო გადაამუშავდეთ ჭირდება ბოჭკოვანი ჭამს სალათაც თუ არ გააკმაყოფილებს ჭამს დაახლოებით 50 გრამი გრეჩიკაც რა არიჭმება დილით საუზმეზე რა არ უნდა ჭამო ნებისმიერი პური არ აქვს მნიშვნელობა შავი
ყვითელი, წითელი. გერკულესი, ნებისმიერი გერკულესი არ იჭმება. სუხარი ჯოგი ადამიანი წამს, სუგბუგად წამს, სუხრები რო იყიდება, მშრალი, ზევიდან კარახი რამე არ იჭმება. იგივე შაქარია ცათვალე და ნებისმიერი ტყბილეული საჭმელი არ იჭმება დილით საუძმოზე. საუძმე მორჩება დაახლოებით 4 საათია მეგობრებო მეორე საჭმელი თუ მოგინდება. თუ მოგინდება რამის ჭამა. თუ არა და საერთოდ არ გინდა. 100 გრამი მაწონი, მაწონში დაამატეთ 1 მუჭა, რასაც გააქვს საკში. გინდა ნუში, გინდა კაკალი, ნებისმიერი თხილეული მეგობრებო, დაახლოებით 1 მუჭა დაამატე იმ 100 გრამ მაწონში და ჭამე. ნებისმიერი ხილი არ უნდა ჭამო. ხილი არ უნდა ჭამო. ამ დროს ხილი არა. ჯანმრთელობისთვის კარგია, მაგრამ თქვენ რასაც გინდა მაგისთვის არ არის კარგი. ეს 4 საათია, უკვე საგამოთი 8 საათია, რომელიც თქვენი იქნება ბოლო საჭმელი. 8-ზე ან 9-ზე. დალიე ეს სითხე ჯერ 9 საათი დაელოდე, იწყება ისევ ესე თქვენი ვახშამი. სალათა რამდენიც გინდა 50, 100, ნებისმიერი რამდენიც გინდა ჭამე. თუ არ გინდა არ აჭამე. რასაც გააქვს აქში ლობიო, კვერცხი, ოსპი, ბურგულეული, ხორცი, ნებისმიერი ხორცი. არა აქვს მნიშვნელობა, გინდა ღორის ხორცია, გინდა ნებისმიერი ხორცი. ნაქსირი წყლებისთვის თუ გააქვს საშუალება კინოა, გრეციხა ან 1 ნატეხი პური, ჭვავის პური. ხორცის რაოდენობა არ აქვს მნიშვნელობა. რამდენის გაგაკმაყოფილებს, იმდენი ჭამე. 1 ნაჭერი პური, ჯერ ესა სითხე, აქ დამთავრდება თქვენი კვება და ყველაზე მთავარი რა არის, დაახლოებით 11 საათზე მაქსიმუმ ცადე რომ დაიძინო. ძილშიც ცხიმი დაიწვება და აღდგომის დროსაც ცხიმი დაიწვება. მოდი ახლა დავიწყოთ ეს სითხის გაკეთება. საწერეთ. ინგრედიენტი ჭირდება. პირველი ინგრედიენტი არის დარიჩინი, მეორე ინგრედიენტი არის ლიმონი, დიდი ზომის ნახევარი, პატარა ზომის თლიანი, ვაშლის ძმარი და ჯინჯერის ჭვენი. 1 კოზი ჯინჯერის ჭვენი. ეხლა დავიწყებთ. ჯერ ეს ლიმონი გავაწურო ნებისმიერი ჭიხაში. ეს წავიდა ლიმონი. დღე და გამე იქნები რატო იქნები ეს ჯადუკი არ არის მეგობრებო. აქ არის თქვენი ინსულინის გამოყოფა იქნება ძალიან კარგი, სენსიტიური და არ წავა სიცხილში. აი ეს ნახე მეგობრებო რამდენია. დარიჩინი ნახე რამდენია. 1 სუფრის ყოზის მე-4-დია. 1 სუფრის ყოზის მე-4-დი. წავიდა დარიჩინი. ეს გავხეხე და მაგისი ჭვენი მაქვს 1 სუფრის ყოზი, 1 სუფრის ყოზი ჯინჯერის, ჯანჯაფილის ჭვენი, ეს 1 ყოზი. ეს წავიდა და ეხლა ვაშლის ძმარი, აი ვაშლის ძმარი 1 ყოზი სავსე. ცოტა ყოზი ნახევარიც რო გამოვიდე, არ არის პრობლემა. ეს ყველაფერი აქ არის. ეს წყალია. ჩვეულებრივი წყალია, თქვენ შეგიძლია თბილი იყო, ადუგებული, გაცივებული იყო, კრანის წყალია. ეს წავიდა აქ. ამ სითხის დალევის მერე ეხლა მე ეს უნდა დავლიო და ჩემი იქნება ბოლო საჭმელი. და ნებისმიერი ადამიანი თქვენ ეხლა ვინც უყურებს, ყველას გაუგზავნე ეს ვიდეო, რომ ბევრი ადამიანი საჩუქრებს ეს დიაბეტი, ინსულინის პრობლემა და წარბი წონა. ერთი მობულია, ერთ მანეთში არის ეს სამივე პრობლემა მობნულია მეგობრებო.
აქვე დავმარცხო ეს დიაბეტი და ეს სიმსუქნის პრობლემები. აი ესე. გინდა ვარჯიშობს, გინდა არა. კარგად. არა აქვს მნიშვნელობა თქვენს ეგეთი იყიდო. ნებისმიერი ციხასი შეურიეთ ერთმანეთში. კარგად ეს ყველაფერი, ყველა ინგრედიენტი ეს კარგად შეურიეთ. თან გემრიელიცაც, ცოტა მარილიც მომატებაც შეიძლება. ნახევარი საათის მერე საწმელი, როგორც გითხარი, 15 დღის მერე შედეგი მაგარი იქნება, მომწერე კომენტარში, თუ კიდე გაქვს შეკითხვა, გამოიწერე არხი, კარგად და ჯანმრთელად.